აღმოსავლეთ იერუსალიმი კვლავ არეულობების ცენტრში მოექცა. ებრაელმა ულტრამემარჯვენე აქტივისტებმა მსვლელობა სილვანას რაიონში მოაწყვეს. მათი განცხადებით ისინი ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში პალესტინელების მიერ დაწყებულ უკანონო მშენებლობებს აპროტესტებენ. საპროტესტო აქციას ისრაელის ხელისუფლებამ მხარი არ დაუჭირა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნათანიაჰუ აქციის ჩატარებას რამდენიმე დღის შემდეგ ითხოვდა, როდესაც იერუსალიმს შეერთებული შტატების სპეცწარმომადგენელი ჯორჯ მიჩელი დატოვებდა. თუმცა მინისტრთა კაბინეტის იურიდიულმა მრჩეველმა მოყვანილი არგუმენტები არასაფუძვლიანად ჩათვალა. მსვლელობის დაწყებიდან სილვანის რაიონში პოლიციის რაზმები იყო მობილიზებული. თუმცა პალესტინელებმა დემონსტრანტების მიმართულებით ქვების, საბურავებისა და ცეცხლმოკიდებული ბოთლების სროლა ჯერ კიდევ მსვლელობის დაწყებამდე დაიწყეს. თავდამსხმელებისაგან თავის დასაღწევად პოლიციამ მცირემსადენი გაზი გამოიყენა. მსვლელობის დასასრულს სილვანას ქუჩებში ისრაელის მემარცხენე ძალები გამოჩნდნენ, რომლებმაც საკუთარი კონტრმარშის ჩატარება სცადეს.